ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება და ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეუქცევადად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ედიტა ესტრელამ და საბინა კუდიჩმა მოამზადეს რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გამოთქმულია სინანული იმის გამო, რომ ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის უწყვეტი ნგრევა სერიოზულ ეჭვს ხელისუფლების მზადყოფნაზე შეასრულოს საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრობის ვალდებულებები და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული პასუხისმგებლობები. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ან გახდეს მოლაპარაკების საგანი. კომიტეტმა მიუღებლად შეაფასა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ლიდერების სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითქმული ბრალდებებით და გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ამ კურსის გაგრძელება საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს. პარლამენტარებმა ასევე გააფრთხილეს მხარე, რომ საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი დევნის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. რეზოლუციის პროექტი მოითხოვს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, მათ შორის ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს. კომიტეტმა დამატებით გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე და განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმ ცნობების გამო, რომ თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. საბოლოოდ ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მისი განცხადებით ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა ივნისშია დაგეგმილი.